22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფმა საერთო საუნივერსიტეტო პროექტის იურიდიული ოლიმპიადის პრეზენტაცია გამართა. ეხლა ვახორციელებთ პროექტს, ეს არის იურიდიული ოლიმპიადა, რომელიც სტარდება პირველად საქართველოში და მანამდე ანალოგი არ ქონია. ეს არის თბილისის მთლიანად უნივერსიტეტებისთვის, ყველა იმ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სადაც შეისწავლება სამართალი. გვაქვს სამი ტური არსებობს, სამი ტურნე გაიაროს სტუდენტებმა და საბოლოო ჯამში 25 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც მიიღებენ სოლიდურ პრიზებს. ისეთ სოლიდურ პრიზებს, როგორც არის წამყვან იურიდიულ ფირმებში, საადვოკატო ბიუროებში დასაქმება და სტაჟირება, 6 თვიანი, 1 წლიანი, 3 თვიანი სტაჟირებები, აგრეთვე საქალაქო სასამართლოში არის 6 თვიანი სტაჟირებები და აგრეთვე ფულადი პრიზები 500 ლარი, 300 ლარი, 200 ლარი, აგრეთვე ჩვენი პარტნიორი არის რონიკო, რომელმაც დააწესა ფასიანი ვაუჩერები გამარჯვებულებისათვის.